დაპირისპირება ხობში მაღალ ჩინოსნებს შორის ქალაქის ცენტრში ღამის საათებში რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ხობის პოლიციის სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელი თენგო ძაძამია დაუპირისპირდნენ. ფორმულას წყაროს ინფორმაციით დაპირისპირებაში მონაწილე ძალოვანი უწყების თანამშრომელმა ქავთარაძის დასაშინებლად რამდენჯერმე გაისროლა. ლევან ქავთარაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის სიმამრეა, დაპირისპირების ფაქტს უარყოფს. დავით მანიამ უფრო მეტი იცის ხობში მომხდარი ფაქტის შესახებ. ის გვიერთდება. როგორც ჩანს, სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებები ამ ფაქტის დამალვას რამდენიმე დღის განმავლობაში საგულდაგულოდ ცდილობდნენ და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ამ დრომდე გამოუვიდათ კიდეც, თუმცა ამ დაპირისპირების შესახებ დღეს ფორმულასთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. ჩვენ რა თქმა უნდა ჩამოვედით ხობში, რათა გავსაუბრებოდით ამ დაპირისპირებაში ფიგურანტ ადამიანებს. საუბარი არის ხობის საკრებულოს თავმჯდომარეზე ლევან ქავთარაძეზე, რომელიც ასევე არის საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის სიმამრი და ასევე მეორე ფიგურანტსაც, რომელიც არის ხობის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგო ძაძამიას, თუმცა პოლიციის თანამშრომელი ადგილზე არ დაგხვდა. მისმა თანამშრომლებმა კი ჩვენ სტანდარტულად და შაბლონურად გადაგვამისამართეს პრესამსახურთან, თუმცა ამასთანავე დაგვიდასტურეს ისიც, რომ ის ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას. ყოველ შემთხვევაში მის სამსახურეობრივ პოზიციას ამ დრომდე საფრთხე არ დამუკრებია, რაც შეეხება უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ის ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ პასუხს არ აძლევს, უფრო მეტიც უარყოფს ამ დაპირისპირებას და უკვე გადმოდის ჩვენს არხზე თავდასხმაზე შეიძლება ითქვას და დადანაშაულებაზე. თითქოს ჩვენ დეზინფორმაციას ვავრცელებთ. ჩვენ ასევე ვიმყოფებოდით იმ ადგილას, სადაც ეს დაპირისპირება მოხდა. ეს არის ხობის ცენტრალური ნაწილი, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, დაპირისპირება ღამის საათებში მოხდა და იმ ადგილას, სადაც დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, არის არაერთი ობიექტი, რომელზეც დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები. ჩვენთვის უცნობია ამ დროისთვის ამოიღეს თუ არა პოლიციელებმა, შესაბამისმა ორგანოებმა, საგამოძიებო უწყებებმა აღნიშნული სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები, თუმცა ამ ობიექტების მეპატრონეები ჩვენთან პასუხის გაცემას თავს არიდებენ, როგორც ჩვენთვისვე არის ცნობილი. თავდაპირველად იყო ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და ასევე ფორმულას ანონიმური წყარო აწვდის ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ ამ დაპირისპირებაში ფიგურირებდა ცეცხლსასროლი იარაღიც, უფრო კონკრეტულად კი როგორც ჩანს ხობის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გაისროლა ჰაერში რამდენჯერმე, როგორც ჩანს, სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის დასაშინებლად. ასეთ აბსურდზე პასუხის სხვანაირი პასუხი არ მაფიქრდე. კითხვა რატო არ გაგიშთეთ, ვის ვგულისხმობ? იმიტომ რომ არავინ არ ყოფილა და ვინ უნდა ვიგულისხმო? თენგო ძაძამიას არ იცნობთ თქვენ? თენგო ძაძამიას ვიცნობთ. თენგო ძაძამიასთან გქონდათ დაპირისპირება? თქვენ მე მეკითხებით, ვიცნობ თუ არა? გასტურებთ რომ ვიცნობ, ვიცი რომ ხობში არის პოლიციელი, მაგრამ მოადგილე ნამდვილად არ არის. მოადგილეც არ უგულისხმობ, დაპირისპირება გქონდათ? მოადგილე. დაპირისპირება გქონდათ თენგოსთან? არ მქონია, კარგად იყავით. ისულელები გონება. თენგო ძაძამია თუ არა ის სამსახურში? არ იმყოფება ეხლა ჩვენთან. ისე მუშაობს? ეხლა ამ მომენტში არ არის. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ან მოკვლევა თუ დაიწყეთ რასთან დაკავშირებით? თქვენ აი ხობის ცენტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ვერაფერს ვერ მოგახსენე. თქვენგან ბაზრამდე რამდენი მეტრია დაახლოებით? არ ვიცი, აი თქვენ ხომ მოხვედით და არ იცით რამდენია მანძილი? და ასე ახლოს რომ ადამიანი იარაღიდან ისურის, ვინც არ უნდა იყოს, თქვენ როგორც პოლიცია რა შვებით? ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ მოგახსენებ, მიმართეთ პრესცენტრს პეტრიგეონმა. ხო და რეაგირება როგორი გაქვთ თქო პრესცენტრი რა შვეში? როგორ საჭიროა ეს სუბიექტივო რეაგირება? და მაშინ რატო არ გააკავეთ თქვენი უფროსი, როდესაც იარაღიდან ისროდა შუა ქალაქში ღამის საათი? მარტივად ხო გითხარით, მიმართეთ პრესცენტრს. როგორც გითხარით, დაპირისპირება ხობის ცენტრში მოხდა რამდენიმე დღის წინ, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამ ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაწყებულა გამოძიება, ალბათ სწორედ იქედან გამომდინარე, რომ დაპირისპირებულ მხარეებს თითოეულ მათგანს
ძალოვან უწყებებში ყავთ ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენი ეთერის საშუალებით ეს ინფორმაცია უკვე გასაჯაროვდა, ჩვენ დღის ბოლომდე, რა თქმა უნდა, დაველოდებით დაიწყება თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა და იმ შემთხვევაში თუ კი დაიწყება, ან თუნდაც თუ არ დაიწყება, ასეთ შემთხვევაშიც ინფორმაციას მაყურებელს უკვე თავარ გამოშვებაში მევაწვდით.